რუბრიკა ფრაგმენტები ხანმოკლე პაუზის შემდეგ ეთერში ბრუნდება ჩვენ ისევ მოგიყვებით თურქეთში, ფერეიდანსა და სხვა ქვეყნებში მცხოვრები ქართველების შესახებ, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენი ეთერი კვლავ ჩვენებურებს მეზობელ ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ ქართველებს ეთმობა. თქვენ ნახავთ თეატრალიზებულ სანახაობა ბერიკო ბაყეენობას, რომელიც საქართველოში თითქმის დავიწყებას მიეცა, თუმცა ჩვენებურები კი მას საუკუნეზე მეტია ინახავენ და ყველა დღესასწაულზე თამაშობენ და აღნიშნავენ. ნახეთ ირინე წუწუნავასა და ვანერი ვახტანგაძის სიუჟეტი. ამ პროგრამ ჩვენ ახალწელსადზე ვიჯებით, ერთის თაში ვიჯებით. ეს ტული ესე, ტული დარჩა, კაცი მუქდა ამა. ფატმა მქვია. არა ფატმა. ფატმაი გეთხოვა თუ არა? ვერ გავათხოვა. Ramadi какой ясе. დაგანახოთ ზათი ჯერე. ასე დაიწყო ბორჩხის ქუჩებში თეატრალიზებული წარმოდგენა ბერიკაო ბაყეენობა, რასაც აქ ქურთობას ეძახიან. განაყოფიერებისა და შვილიერების კულტის სადიდებელი სანახაობა ჩვენებურებისთვის საქართველოსთან ასოცირდება და სახელდახელოდ შექმნილ სამოსცაც სადღესასწაულო თარიღებზე დაუზარებლად ირგებენ. ცხრის ტყავსა და სხვა ფორმებში შემოსილი ბერიკები ქუჩებში ხმაურით გადაადგილდებიან. ასე მოსახლეობას მათ გამოჩენას ამცნობენ. კარდაკარ ისინი ოჯახებს ჩამოუვლიან და მათგან ნობათს აგროვებენ. ნობათი მოედანზე გააქვთ და სწორედ აქ იწყება მთავარი წარმოდგენა. ბერიკაობის სცენარი დროთა განმავლობაში იცვლებოდა. მან საკულტო რელიგიური დანიშნულება დაკარგა და ადამიანების ცხოვრების ამსახველი გახდა. ჩვენებურებში შემორჩენილი სანახაობის მთავარი გმირი, ისევე როგორც სხვა ბერიკაობის, ფატმა, პატარძალი. მისი გმირები არიან ასევე ექიმები და ადამიანები, რომლებიც ცხოველებს თამაშობენ. ისტორიულ საქართველოში შემორჩენილი ბერიკაობა საკმაოდ ხალხმრავალია და მასში არაერთი ადამიანი მონაწილეობს. ეს თუ ცოლ გააქცევენ, თუ ზოფაგინდა, შესარეთი თუ გაქვათ, ეყვანე. ეს ვინ არის? მათ ჩემი დოქტორი, ექიმი. და რა იდება დოქტორი? ფატმა ვადები გახდება, დაიწყება ძირში. დოქტორი მოვა რაინეს იქს. ამარა შეხედავს, იგნეს უზამს. გააკეთავს. ფატმა ქვრივია და მის მოტაცებას არაერთი კაცი ცდილობს, თუმცა ამაოდ ბერიკები მათ ამის საშუალებას არ აძლევენ და ყველას სასტიკად უსწორდებიან. თუმცა ეს მხოლოდ სანახაობაა, რასაც თან ახლავს მაყურებლის დღესასწაულის მონაწილეების შრიამული. სამწუხაროა ის, რომ ჩვენ საქართველოში ეს ტრადიცია ფაქტიურად მიგვავიწყდა და აღმოჩნდა, რომ თურქეთში მცხოვრებ ქართველებში შემორჩენილია ეს ტრადიცია. აქ სახალხო მნიშვნელობის მატარებელი არის და თავისი თვითმყოფადი კულტურა არ დაუკარგავს მისი წესი, ადათი და ტრადიცია და მისი ძველი თავდაპირველი სახით არის შემორჩენილი. ფატმა გადარჩა. საკულტო რელიგიური წარმოდგენაც, რომელიც სახალხო თეატრად იქცა, კარგად დასრულდა. აქ რაც ნახეთ, ყველაფერი ბუნებრივია. ემოცია, სცენარი და სხვადასხვა ასაკის ადამიანები, რომლებიც წინაპრებისგან შემორჩენილ როლებს ირგებენ და თამაშის წესებსაც არ ცვლიან. თეატრალიზებულ წარმოდგენას თან ახლავს ცეკვა, თამაში და შაირები. عاشقیم قد دنیا شیما دبولی گوجی
განმოდებული შენები ბლოები აჩალო ხსავიო გესტერებიშარ გამომამო კაკანავს გოგო შენი დანახვა და კურსი გამაკაკალო გოგო შენი დანახვა კურსი გამაკაკალოს კურსი გამაკაკალო არავეთი შუახევი დევისგელი ვაგინი კლასიკური ებრიკები თელესტოპები აქ არიან ეხ ხალხი მერი ხალხები არიან და იმიტომ უნდა ნაკი კარგად ჰეკერი ქართველები ვარ აქაურობა საქართველოს მიწაა ძველი საქართველოს მიწაა დევსხლის წყალ უზახთ აქ ამ მაალეს რას ეთქვით თქვენ დევსხლის წყალ ახლა გახლა აქსუ მაალეში ვიჯებით ჩვენ ბიჭების ტოლა ერთად მევყარათ ქურდობა არის სიმღერა არის ცეკვა არის ყველანფერი არის დიდი მადლობა მოხველით გლოსავთ თქვენას საქართველოს გაუმარჯოთ ქურთობა იგივე ბერიკაობა, ყეენობა ისტორიულ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური ქართველებისთვის წარმოდგენასთან ერთად იდენტობის ნიშანიცაა. ამიტომ მას დღემდე ასრულებენ სხვა ქართულ სოფლებშიც, მათ შორის მურღულში. ეს მურღულია 12 სოფელი არის, სულთელი ქართველები არიან. ძველი არ დაივკარგოთ ეს და ახალ ბიჭები ჩვენ ვაგეთავთ ასე უწინდელი რის ვაგეთავთ დიდვანები რის ვაგეთავდნენ ჩვენ ასე ვაგეთავთ ჩვენი ენა, ჩვენი კულტური არ დაიკარგოს. ბორჩხას გააკეთეს, აკეთებენ. ამის მერე მე მგონია ბევრი აკეთებენ სულთელი სოფელებზე. ცეცხლს ვანთებთ ანთებენ ცეცხლს, რომლის ჩირაღდანიც წინაპრებისგან საუკუნის წინ გადმოეცათ და მათ მეხსიერებაში ამ დრომდე არ მინელებულა.